კვეთილი. მოგესალმებით. მოდით დავიწყოთ საუბრები მითებზე, ლეგენდებზე, სხვადასხვა ისტორიულ ამბებზე. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა გახლავთ არგონავტიკა და კერძოდ საუბრის თემა აიეტის სამეფო. საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან იწყება. ბერძენმა მწერლებმა შემოგვინახეს თქმულება ქვეყანაზე, რომლის დედაქალაქშიც საუნჯე, ოქროს საწმისი ინახებოდა. ვიმეორებ, ოქროს საწმისი ინახებოდა. ხოლო მთებში 8 წლისათვის დასჯილი 8 წლისათვის დასჯილი ვიმეორებ, პრომეთე იტანჯებოდა. თქვენ ახლა ეკრანზე ზუსტად ის გამოსახულებას. ამ ქვეყნის მცხოვრებთ კოლხები ერქვათ. თვითონ ქვეყანას უწოდებდნენ კოლხების ქვეყანას, კოლხეთს. კოლხეთი დიდი, ძლიერი სამეფო იყო. მამაც კოლხებს ფეხბარდი ცხენები და უსწრაფესი ხომალდები ჰყავდათ. აიეტზე დიდი მეფე არავინაა, მართალია შორსაა, მაგრამ თუ ინება ელადაზედაც, ანუ საბერძნეთზეც გამოილაშქრებს. აიეტს ჰერაკლეს გარდა ვერავინ შეებრძოლება. აიეტი მრისხანე კაცია, მის ქვეყანაში კოლხთა ტომები ცხოვრობენ. საზარელი ხმა და ღონე ომის ღმერთს არეს მიუგავს. როგორც უკვე ვთქვით, მას ხმით, სიძლიერით, ღონით ომის ღმერთ არესს ამსგავსებდნენ. ვინ იყო არესი? ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ომის მრისხანე ღმერთი, ზევსისა და ჰერას ძე. უპირისპირდება ქალღმერთ ათენას, სამართლიანი ომის მფარველს. ათენა სამართლიანი ომის მფარველი. თავდაპირველად არესი ქთონურ ბუნების ღვთაება იყო, როგორც კეთილდღეობის, ისე სიკვდილის მომდანი. შემდგომში კი მხოლოდ სიკვდილის და უბედურებისა. ელადასაც წოდებოდა აშინებდა მისი სახელი. აიეტის სასახლე ქუთაისში იდგა, ქუთაის მასში ქუთაია, კვიტაისი, ხოლო რიონს, რომელიც ქალაქს გვერდით ჩაუდის, ფაზისი ერქვა. ეს იყო ჩვენი დღევანდელი მოკლე შეხვედრა. ჩვენ გევალებათ გაიხსენოთ, რომელი პერსონაჟები იყო ნახსენები ამ ტექსტში. შემიძლია გაცვენა. დააკვირდით სურათს, ვინ არის ეს პერსონაჟი და რა იცით მის შესახებ. ახლა ამ სურათს დავაკვირდეთ, მისი სურათია ფოტოზე გამოსახული და რა იცით მის შესახებ. ხოლო ამის გამოცნობა კი ვიმედოვნებ არ გაგიჭირდებათ. მომავალ შეხვედრამდე იკითხეთ წიგნები, იკითხეთ თქვენი ქვეყნის ისტორია.